ძალიან ბევრმა მთხოვეთ, რომ გაჩვენოთ გარეთ რა ხდება, მაგრამ არის შეუძლებელი, რომ ეხა გარეთ გავიდე და გაჩვენოთ იმ ადგილებში, სადაც ხანძარია, იმიტომ რომ ჯერის ერთ არავინ არ შეგუშვებს და მე მეორე ვერიდები გარეთ გასვლას, რადგან ძალიან ბევრი ფერფლია, ჰაერი დაბინძურებულია, უბრალოდ დაგაპდეითებ და გეტყვით ეხა რა ხდება. აი ეს წითელი დროშა არის, სადაც მე ვცხოვრობ, აი ეს მეორე წითელი დროშა არის, სადაც ჩემი ძალიან ახლო მეგობრები და ძალიან ახლო ადამიანები ცხოვრობენ. აი ეს არის ცეცხლი, აი ამ სადაც ხედავთ, როგორც ხედავთ ზემოდან და გვერდიდან უახლოვდება ცეცხლი ამ დასახლებაზე, სადაც ჩემი მეგობრები სახლია. აი არ ვიცი ძალიან განვიცდი, გუშინღამით არ მძინებია ყოველ ერთ საათში ვამოწმებდი რომ ცეცხლი არ ქონოდა წაკიდებული ამ სახლს და ეს დასახლება თუ დაიწვა და თუ ჩამოვიდა ცეცხლი უკვე დაბლა, შემდეგ სადაც კორპუსებია, ამასაც ადვილად გადაედება. ხვალდილით მივდივარ, ვტოვებ ქალაქს, იმიტომ რომ ევაკუაცია როცა უკვე გამოცხადებული იმ ზონაში, სადაც მე ვარ, აღარ არის უსაფრთხო, როგორც ცეცხლის მხრივ, ასევე ჯანმრთელობისთვის ამ ჰაერის თუნთქვა და ამ ფერფლის ჩავალაგე უკვე ყველაფერი მზად მაქვს ხვალდილამდე რომ რამე და აუცილებლად მომიწევს დატოვება ცეცხლის გამო მზად ვიქნები, უბრალოდ მანქანას ვერ წავიყვან და გადავწყვიტე რომ სხვა უბანში რომელიც შედარებით უსაფრთხოა იქ წავიყვანო და დავაყენო მანქანაში ჩავდება ალბათ ისეთ ნივთებს რის იწაღებაც თვითმფრინავით არ შემიძლია, იმიტომ რომ არ ვიცი ამდენი ხნით მომიწევს წასვლა, სად როგორ ვიქნება ერთ, მოგვიწევს თუ არა დაბრუნება, შემოგვიშვებენ თუ არა ისე, ანუ არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. თან ახლა ძალიან ცუდი ქარია, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ხანძრის ჩაქრობას და ძალიან ნერვიულობთ აი ამ ხანძარზე, აი ეს მთლიანად რასაც ხედავთ აქ. აი ეს არის მთლიანად ტყე და ძალიან ადვილია რომ ცეცხლი გადაედოს, განსაკუთრებით როცა ქარია. აი ეს დასახლება კი აქ ძალიან ახლოს. როგორც ვიცი, მეხანძრები ყველაფერს ცდილობენ რომ ჩააქრონ, მაგრამ იმიტომ რომ საშინელი ქარია, მეც რთულია მათთვის გაუმკლავდნენ ამას. ალბათ ესეთი რეალური და ესეთი ახლო და ესეთი შემოწუნებელი არ ვიცოდეს არ ყოფილა ბუნებრივი კატასტროფა ჩემთან და ძალიან ნერვიულობ და სტრესელი ვარ. წარმოდგენაც კი არ მინდა იმ ადამიანების ცხოვრებაში რა ხდება, რომლებიც უკვე სახლები დაკარგეს და არ ვიცი, იმედია რომ მალე ჩაივლის ეს ყველაფერი და ისევ ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდებით. ხანდახან მგონია ხოლმე რომ რაღაც კოშმარია ეს ყველაფერი და რეალობა არ არის. გარეთ ახლა რო ვიხედავ ფანჯრიდანაც და რო ვიყავი გასული მაღაზიაში, სულ ცარიელია ქალაქი, პირბადეებით დადიან ადამიანები, რომლებიც გარეთ არიან გამოსულები, რომ პროდუქტები იყიდან და არ ვიცი მართლა შემოწუნებელია ეს ყველაფერი.